ასე მეგობრებო, მე მინდა ოდნავ უკან დავბრუნდეთ პირველ მსოფლიო ომზე ვართ შეგახსენებთ. და იქ გავჩერდით წინა ვიდეოში რომ როთშილდმა დაიდო ბრიტანეთსა და როთშილდს შორის ხელშეკრულება რომ თქვენ პალესტინა მომეცით და მე კიდე ამერიკას ჩავთავ ომში, ასევე დაგაფინანსებთ, აწყობს როთშილდს, იმიტომ რომ ფული აქვს ჩადებული, ასევე ბრიტანეთს აწყობს, იმიტომ რომ ომი აქვს მოსაგები. ამიტომ ეს ორმხრივი გარიგება მოხდა, მაგრამ მე მინდა იცოდეთ ბრიტანეთში რა ხდება, ბრიტანეთის მთავრობაში ვინ არის. ეს ერთი კლანია. ანუ რამე ის კი არ არის, აი ერთმანეთს მგლებივით არიან გადაკიდებული, მაგრამ იმ მომენტში, ანუ სხვა ვთქვათ, ამოძრავებს სხვა მიზანი, რაც არის სესილ როუდსის თუ გახსოვთ, თუ არა და წინა ვიდეოებს უყურეთ Deep State როცა ვახსენებ სესილ როუდსზე, ეს არის ადამიანი, რომელმაც ეს ყველაფერი დაიწყო, მისგან დაიწყო ეს პროცესი და მიზანი რა არის? მიზანი არის ბრიტანეთის იმპერია გახდეს მსოფლიოს დომინანტი და მის გარშემო და მისი თაოსნობით მსოფლიო იმპერია შეიქმნას. ანუ მთელი მსოფლიოს დაპყრობა უნდათ და მსოფლიო მთავრობა. ვინ მოხვდა ახლა უკვე ამ სესილ როუდსის ხალხი, როგორ მოხვდნენ მთლიანად, როგორ მოხვდნენ ბრიტანეთის იმაში მთავრობაში. As soon as the Great War broke out, members of the Round Table began to dine every Monday night at the residence of Leopold Amery, who had been recruited to join the group while serving as a correspondent for the London Times during the Boer War. როგორც კი დაიწყო პირველი მსოფლიო ომი, მაშინ არ ეძახდნენ პირველ მსოფლიო ომს ერქვა Great War, დიდი ომი. Round Table-ის ან რგვალი მაგიდის წევრები იკრიბებოდნენ ყოველ ორშაბათს საღამოს, ასე ქონდა წესად, ლეოპოლდ ამერის რეზიდენციაში, რომელიც იყო აი ამ რგვალი მაგიდის სესილ როუდსის დაარსებული რგვალი მაგიდის წევრი კორესპონდენტი, რომელიც London Times-ის კორესპონდენტი იყო ამავე დროს ბურების ომში, ბურების წინააღმდეგ ომში. რომელიც ასევე ბრიტანეთმა მოაწყო გერმანელების წინააღმდეგ, ჰოლანდიელების წინააღმდეგ, მაგრამ გერმანიის მოკავშირე იყო, ანუ ნახე საიდან იწყება ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომი. The Monday night diners included Lord Milner, Philip Kerr, Lord Robert Brant, Reginald Brett, Geoffrey Dawson, Lord Waldor Astor, Baron John Beauchamp და Sir Lyndon Johnson. და ხე ვინები იყვნენ აქ? ესე ლორდები არიან, ამ რგვალი მაგიდის წევრები, მოგეხსენებათ, ისინი რა არისტოკრატიაა. ესენია ლორდ მილნერი თვითონ, რგვალი მაგიდის დამფუძნებელი, ფილიპ კერი, ლორდ ლოთიანი, ცნობილი ძალიან, ლორდ რობერტ ბრანდი, რეგინალდ ბრეტი, ლორდ ეშერი, ჯეფრი დოუსონი, ლორდ ვოლდორფ ასტორი, ეს ვოლდორფ ასტორი წესით უნდა გეცნოთ, იმიტომ რომ სხვა სახელები შეიძლება ბევრს არაფერს გეუბნებათ, მაგრამ აი სასტუმრო როა ვოლდორფ ასტორია. ასტორია სასტუმრო, ვოლდორფ ასტორია. ამისია, ეს არის, ესენი არიან კლანია. ბარონ ჯონ ბაუჩანი და სერ ლინდერ ჯეიმსონი. ლინდერ ჯეიმსონი არის იყო მთლად სესილ როუდსის საყვარელი, თორე ჰომოსექსუალები არიან ესენი. By producing the flow of the leaks to the British press, they managed to obtain Herbert Henry Equist Ouster as Britain's Prime Minister. მათ მოახერხეს ნელ-ნელა ასე თქვათ გარკვეული манипуляციებით დაესვათ თავისი კაცი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად. In his place, they arranged the appointment of David Lloyd George. და დასვეს David Lloyd George, the adjunct member of the secret society that Cecil Rhodes had created. ეს არის სწორედ ის კაბალური ისა, რომელიც Cecil Rhodes-მა შექმნა, მათი წარმომადგენელი. აი მაშინ ვკითხულობთ უზარმაზარ კვლევაში, ეს საოცარი კვლევა. ვისაც აინტერესებს, შეიძლება წაიკითხოს. As soon as Lloyd George assumed occupancy of 10 Downing Street, Milner became Secretary of War. როგორც კი Lloyd George დასვეს, ეგრევე, მეგობრებო, მთელი ჯგუფი, მთელის ამ რა თქმა უნდა, Lloyd George-მა დანიშნა მთლიანად ამ საიდუმლო საზოგადოების წევრები, კერძოდ ომის მინისტრი გახდა თლად ალფრედ მილნერი, თანაშემწე ფილიპ კერი გახდა,
ლეოპოლდ ამერი გახდა იმის რა ქვია, ომის კაბინეტის წარმომადგენელი, ვოლდორფ ასტორი გახდა ლოიდ ჯორჯის საპარლამენტო თანაშემწე და ასე შემდეგ რა. Clearly დაიპყრო იმან რა ქვია. და რაც თავარია რეგინალდ ბრეტი გახდა ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის de facto ხელმძღვანელი. The British Empire was now firmly in the hands of cabal intent upon making a dream of Cecil Rhodes a political reality. ახლა უკვე ბრიტანეთის იმპერია მთლიანად იყო დაპყრობილი აი ამ საზოგადოების საიდუმლო საზოგადოების მიერ და ერთი ნაბიჯიღა იყო დარჩენილი Cecil Rhodesის ოცნების ასახდენად. ასეთი სიტუაცია მეგობრებო ომის საწყის წლებში რომ იცოდეთ როგორ მუშაობს პოლიტიკა.